მოგესალმებით, ჩემოწივრ ფასო მეგობრებო, მე ვარ ვიქტორია, კეთილი იყოს თქვენი მობრძანება. აქ და დღეს მინდა შემოგთავაზოთ საჯარო გაშლა თემაზე, თუ რაში არის თქვენი ფარული ძალა. ვარიანტი გვექნება რამდენიმე და მეგობრებო, ყოველ ადამიანში არის რაღაც ბნელი მხარე, რაღაც ფარული, რაღაც უარყოფილი გააზრებულად თუ გაუაზრებლად, ხო? და დღეს ვნახავთ უშუალოდ რა არის თქვენი უარყოფილი ძალა, თქვენი უარყოფილი ნიჭი, რომელიც ოდესღაც გაუაზრებლად თუ გააზრებულად უარყავით რაღაცეების გამო. და ვნახოთ აბა, დავარიგებ ახლა ვარიანტებს. რაში არის პირველი ვარიანტის ფარული ძალა, რაში არის მეორე ვარიანტის ფარული ძალა და რაში არის მესამე ვარიანტის ფარული ძალა. ვეცდები თითო არკანი თავხსნა, თუმცა ვნახოთ რამდენი ამოვა, რამდენი დაგჭირდება, მგონი კარგად ჩანს. პირველი ვარიანტი გვექნება ასეთი ქვა, მეორე ვარიანტი ეს ქვა და მესამე ვარიანტი ასეთი ქვა. აირჩიეთ რომელი ვარიანტიც ყველაზე მეტად გეძახით, რომელი ქვაც და მეგობრებო, რადგანაც საჯარო გაშლები უფასოა, თხოვნა იქნება რომ ენერგიების დაბალანსების მიზნით აუცილებლად მოიწონოთ როგორც ეს პოსტი, ასევე ჩემი გვერდიც, ვისაც არ გაქვთ ჯერჯერობით მოწონებული. და მოდით დავიწყოთ ახლა ჩვენ პირველი ვარიანტიდან. პირველი ვარიანტი, რაში არის თქვენი ფარული ძალა და გამოვიდა თასების ხუთიანი. ნამდვილად ვერ ვიტყოდი რომ მაინც და მაინც პოზიტიური არკანი არის მეთქი, მაგრამ იცით უშუალოდ თქვენი ძალის კუთხით, თქვენი ძალა არის იმაში, რომ თქვენ ყოველთვის ძალიან კარგად ხედავთ სიტუაციაში როგორც ნეგატივს, ასევე პოზიტივს. ანუ პირველი ვარიანტი, თქვენი ფარული ძალა არის ის, რომ თქვენ შეგიძლიათ ერთდროულად იყოთ როგორც პესიმისტი, ასევე ოპტიმისტი. შესაძლოა ცოტა უცნაურად ჟღერდეს ბევრი თქვენგანისთვის, მაგრამ თქვენ შეგიძლიათ სიტუაცია ორივე მხრიდან ძალიან კარგად დაინახოთ. ვფიქრობ, აქ პირველი ვარიანტი ვინც აირჩიეთ, ძალიან ბევრი თქვენგანი იქნება საკმაოდ გამგები პიროვნება, ძალიან ემპათიური პიროვნება და ამავდროულად, როგორც უკვე ზემოთ ვთქვი, ძალიან კარგად ხვდებით ხოლმე დაუშვათ ერთი და იგივე სიტუაციაში ორი რადიკალური მხარე რას განიცდის, ორივე მხარეს, ხო? და ასევე თქვენი ძალა არის, იცით რაში, თქვენ მიუხედავად იმისა, რომ გიჭირთ, მიუხედავად ტკივილისა, თქვენ შეგიძლიათ გაშვება. ანუ თუ თქვენ ხვდებით, რომ კონკრეტული ადამიანი ან კონკრეტული სიტუაცია უბრალოდ უნდა გაუშვათ თქვენი რეალობიდან, ხო? მაგრამ თქვენ ეს გდგენთ გულს, მიუხედავად ტკივილისა, თქვენ ყოველთვის შეგიძლიათ, რომ ძალიან სწორი გადაწყვეტილება მიიღოთ. მაგალითად, თუ ადამიანი არის ძალიან ტოქსიკური და ხვდებით, რომ გავნებთ მხოლოდ და მხოლოდ მომავალში, თქვენ შეგიძლიათ მარტივად ეს ადამიანი გაუშვოთ, მიუხედავად იმისა, რომ შინაგანად ძალიან ნეგატიურ ემოციებში იქნებით. აი, ამაში არის თქვენი ძალა. ასევე პირველი ვარიანტი ყველას არ ეხება რა თქმა უნდა, მაგრამ ძალიან ბევრი თქვენგანის ძალა არის ემპათიაში და თანაგრძნობაში. თქვენ ძალიან კარგად შეგიძლიათ თანაუგრძნოთ ყოველთვის და ყველას, როდესაც რა თქმა უნდა ამის სურვილი და საჭიროება არის. სულ ეს არის პირველი ვარიანტი, გადავიდეთ მეორე ვარიანტზე და ვნახოთ თქვენი ფარული ძალა რაში არის და თქვენი ფარული ძალა ხმლების ზრვიანი. მე აქ ვუყურებ ბევრ მანიპულატორ ადამიანს, სხვათა შორის და არკანი ხმლების ზრვიანი. პირველ რიგში თქვენ ხართ ერთგვარი მასტერი, ერთგვარი როგორ გითხრათ, ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი შემქმნელი ხართ მენტალური გალიებისა, მენტალური ჯაჭვებისა და ეს რა თქმა უნდა როგორც თქვენზე მოქმედებს, ასევე სხვა ადამიანებზედაც.
ანუ თქვენ ძალიან მარტივად შეგიძლიათ რომ ადამიანები რაღაცაზე შთააგონოთ, მენტალურად შეზღუდოთ და რა თქმა უნდა, თითქოს საკუთარ თავზედაც გადმოგაქვთ ხოლმე ეს. და იცით მეგობრებო, აბსოლუტურად ყველაფერს აქვს რა თქმა უნდა თავისი მინუსებიც და თავისი პლუსებიც და ყველაფერს აქვს ადგილი ამ სამყაროში და ხანდახან თქვენ წარმოიდგინეთ და მსგავსი რაღაცეებიც კი გვჭირდება. ამიტომაც კი ბატონო ზოგადად სხვებით მანიპულირება, სხვისი თავისუფლების შეზღუდვა და ასე შემდეგ ცხადია, სხვაზე ძალადობა ნებისმიერ შემთხვევაში ნეგატიური არის, მაგრამ ამ შემთხვევაში ძალის კუთხით იცით როგორი რაღაცის თქმა შემიძლია. თქვენ შეგიძლიათ აქციოთ თქვენს ერთგვარ პლუსად. თქვენ შეგიძლიათ რომ კარგად დაინახოთ სად არის რეალურად შეზღუდვები, სად არის სტერეოტიპები, სად არის მცდარი შეხედულებები, იმიტომ რომ ნამდვილად გაქვთ ამის შექმნის პოტენციალი. ხვდებით ხომ? არ აქვს მნიშვნელობა თქვენ სხვებით მანიპულირებთ თუ არ მანიპულირებთ. ჩემი გასაკითხი აქ ნამდვილად არავინ არ არის, უბრალოდ მეორე ვარიანტი ვინც ამოირჩიეთ, თქვენ შეგიძლიათ ნამდვილად რომ ძალიან კარგად შეუქმნათ ადამიანებს მენტალური გალიები, მენტალური შეზღუდვები, შეუქმნათ სტერეოტიპები, მაგრამ ამავდროულად თქვენ ყოველთვის ძალიან კარგად ხედავთ, სად არის თუნდაც სოციუმში შექმნილი სტერეოტიპები, ყალბის შეხედულებები და ასე შემდეგ. ძალიან კარგად ხვდებით ხოლმე ვინ ვისით და როგორ მანიპულირებს. ძალიან კარგად შეიგრძნობთ ამას. შეიძლება ითქვას ეგრევე შეიგრძნობთ კიდევაც ხშირ შემთხვევაში. უღრმესი მადლობა მეორე ვარიანტი და გადავიდეთ ახლა ჩვენ მესამე ვარიანტზე. მესამე ვარიანტი თქვენთან რა ხდება და თქვენთან ამოვიდა უფროსი არკანი, არკანი ეტლი. მეგობრებო, თქვენი ძალა არის იმაში, რომ თქვენ ხართ ძალიან მიზანდასახული, ძალიან ჭყალებში ცოცხალი ადამიანი. და რაში მდგომარეობს ეს? პირველ რიგში, არ ვიცი, რამდენმა თქვენგანმა იცის ეს ფრაზა, მაგრამ ბევრს ეცოდინება вижу цель, не вижу препятствия. ეს ითარგმნება როგორც ხედავ მიზანს, მაგრამ ვერ ხედავ დაბრკოლებებს. და თქვენი მიზანდასახულობა ზუსტად ასეთი არის. თქვენ ხედავთ მიზანს და ვერანაირად ვერ ხედავთ ვერანაირ დაბრკოლებას. ხედავთ რაღაც პატარა დაბრკოლებას, ეს დაბრკოლება აღარ არის. თქვენ მას გადაახტებით, გადააბიჯებთ, არ ვიცი, დაანგრევთ, მოანგრევთ, ხო? მაგრამ აი თქვენი ძალა არის იმაში, რომ თქვენ ხართ ძალიან მიზანდასახული, ასევე თქვენ ძალიან კარგად შეგიძლიათ ადამიანებს მისცეთ მოტივაცია წინსვლის და ზრდის. თითქოს თქვენ მოტივატორი ადამიანი ხართ, ლიდერი ხართ. შესაძლოა ახლა ვუყურებდე მესამე ვარიანტი ისეთ ადამიანებს, რომლებსაც არა მხოლოდ კარგად აქვთ განვითარებული ლიდერული თვისებები, არამედ ორატორული თვისებებიც. იმიტომ რომ თითქოს ძალიან ხშირად თქვენმა რაღაც პატარა სიტყვამაც ძალიან დიდი შანსია ადამიანებს უდიდესი და უმძლავრესი ენერგია მისცეს. ენერგია იმისთვის, რომ მიქრიდნენ საკუთარი მიზნებისკენ. ენერგია იმისთვის, რომ არ აყვნენ ნეგატივს და მათთვის შეუძლებელი არაფერი არ იყოს. თქვენთვის არა უბრალოდ ისეა, რომ თქვენთვის არის ყველაფერი, უпростоრად არაფერი არ არის შეუძლებელი, არამედ თქვენ სხვებსაც იგივეს ჩუქნით. თქვენ სხვებსაც ჩუქნით იმ ენერგიას და იმ მოტივაციას, რომ აი, იცი, შეუძლებელი აბსოლუტურად არაფერი არ არის. ამ სამყაროში ყველაფერი შესაძლებელია, შენ ეს აუცილებლად გამოგივა, შენ ყოველთვის ყველაფერს შეძლებ და ასე შემდეგ. თქვენ ხართ მოტივატორი, ადამიანი, რომელიც საკუთარ თავსაც კარგად ამოტივირებს, სხვებსაც, ადამიანი, რომელიც არ ნებდება და ზუსტად ამაში არის თქვენი ძალა. თქვენი უდიდესი ძალა და უდიდესი ნიჭი. სულ ეს არის ჩემს ძვირფასო მეგობრებო, ყველას უღრმესი მადლობა. წარმატებები, ბედნიერი დრო და ნახვამდის.